საღამოებს პირველი პოეზიის საღამო იქნება ანა აიანოღლუსი საფრანგეთიდან ნათია ფაილოძე გაუძღვება მას, შემდეგ ჩაერთვებიან ქართველი პოეტები ნატო ინგოროყვა, ლელა ცუცქირიძე და თეა თოფურია. ამის შემდეგ იქნება ლატვიელი პოეტის ივარ შტეინბერგსის პოეზიის საღამო. გამარჯობა ყველას, მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყინებით და იმედია ყველანი გადავრჩებით გაცეების გარეშე. პოეზია გაგვათქვამს მართალი ხართ. ძალიან გვიხარია რომ აქ ხართ ყველანი. ცოტა ხნის წინაც აქ იყავით უმეტესობა, მაგრამ ვინც მოხვედით ახლა იმათაც დიდი მადლობა. ცოტა ფრანგულთაც ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას. მოგიყვებით ასევე ანას შესახებ, მის ბიოგრაფიაზე ორ სიტყვას. რამდენიმე კითხვას დავსვამთ ანასთან და მერე წავიკითხავთ და გავიგონებთ მის ხმას, ისევე როგორც პირდაპირ ასევე განატანით მნიშვნელობით და თქვენ სწორი იყავით, მართლა პოეზია იქნება გაგვათქვას poésie. Alors je vais dire juste la même chose que j'ai dit en géorgien, juste le fait qu'on va lire votre biographie un peu et qu'on va survivre la rhume, d'un rhume maintenant, voilà. Et ça sera en géorgien parce que vous savez votre biographie déjà, donc voilà. Anna არის ფრანგი პოეტი, ასევე რადიოპროდიუსერი, სორბონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, სადაც სწავლობდა რუსულ ლიტერატურას. მოგვიანებით 3 წელი გაატარა ლიტვაში და ესტონეთში, ფრანგული ენის მასწავლებელი იყო. ამ გამოცდილებებმა შთააგონა მისი პირველი პოეტური კრებული, რომელსაც ქვია Le fil de traversée. გალიმარის გამოცემულობა 2019 წელს. ამ კრებულმა 2020 წელს მიიღო აპოლინერის პრიზი აღმოჩენებისთვის, ლიტერატურული აღმოჩენებისთვის და იგივე პრიზი მიიღო თვორსები ერთი წლის შემდეგაც. მისი მეორე კრებული არის 2020 წელს გამოცემული და 2014 წლიდან ცხოვრობს ბრიუსელში, ქმნის რადიო პროგრამას, რომელსაც ქვია Et la poésie alors, რომელიც შეიძლება გადმოითარგმნოს აბა პოეზიის დრო როდისღაა დაახლოებით ასე ალბათ. და მიძღვნილია მსოფლიოს პოეზიისადმი, სადაც იკითხება ლექსები ორიგინალ ენაზე და მათ შორის მათი ფრანგული თარგმანიც. ამ რადიო ეპიზოდებში ჩვენც დაგვეთქმო ერთი ეპიზოდი, რომელიც საქართველოს იყო და ფრანგულად და ქართულად წაიკითხეს ქართული ლექსები, სადაც მოწვეული იყვნენ ნატო ინგოროყვა და ლია სტურუა. Je parle de l'épisode qui était dédié à la poésie géorgienne, voilà, et je suis sûre qu'il y aura des questions concernant ça. Moi aussi, j'ai quelques questions. და მისი მესამე პოეტური კრებული არის აპარტენიერ, რომელიც 2024 წელს გამოიცა მარტში და ამ კრებულიდან 5 ლექსი ბაჩანა ჩაბრაძის თარგმანით დაიბეჭდა ჟურნალში Indigo. Oui, voilà, donc je vais... Oui, voilà. Donc, si vous voulez dire quelque chose avant que je pose quelques questions, non? Voilà, allez-y. Donc, je voulais juste dire une petite chose, peut-être en français, tu as plein de droits de faire, ce sont mes émotions peut-être. Et ouais, voilà, vous savez déjà que votre poésie explore les thèmes de la mémoire familiale, de la transmission, du corps, mais aussi de l'appartenance, bien sûr, et de la double culture. Et on y retrouve souvent la Grèce, comme une résonance intime et lointain. Et la question de comment trouver sa place entre plusieurs langues, plusieurs cultures. Et ce soir, nous aurons donc l'occasion d'entendre votre voix, de découvrir votre poème et de parler ensemble de la manière dont la poésie peut toucher nos vies en général. ქართულადაც იგივეს გეტყვით, რაც ფრანგულად თქვი. არაფერი ისეთი, უბრალოდ ჩემი ემოციები მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მაინც უნდა წავიკითხო. იცით, ვინცაც წაგიკითხავთ, რომ ანას პოეზია არის ოჯახურ მეხსიერებაზე, მემკვიდრეობაზე, გადაცემაზე, სხეულზე, მაგრამ ასევე მიკუთვნებულობაზე და ორმაგ კულტურაზე. ხშირად ჩდება საბერძნეთი, როგორც ახლო და შორეული ექო და კითხვა, როგორ შეიძლება იპოვო შენი ადგილი რამდენიმე ენასა და რამდენიმე მემკვიდრეობას შორის, რომელიც შეიძლება გქონდეს. და დღეს საღამოს გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ ეს ლექსები და ვისაუბროთ მათზე, მოვისმინოთ ისინი ორივე ენაზე. Donc, ჩემი პირველი კითხვა ეხება იმ რადიო გადაცემას, რომელიც საქართველოს გაკეთდა ქართულ პოეზიაზე. Donc ma première question, ça sera concernant votre épisode de radio qui était concernant les poètes et la poésie géorgienne.
comment vous avez trouvé les poètes géorgiens en général? Et donc, qu'est-ce qui vous a poussé de faire cet épisode? J'en ai entendu parler sur les réseaux sociaux d'abord. Et en fait, je dois vous avouer quelque chose, c'est que donc, j'ai cette émission, mais je ne suis pas payée pour la faire. Donc c'est moi qui achète mes livres. Et au début, j'ai pensé, ah, ça a l'air intéressant, je vais aller à la librairie, puis je vais photographier un poème. Et j'ai photographié le poème de Nato, qui est 100 mots. Et d'abord, j'ai utilisé ce poème pour l'émission, une émission avec d'autres langues. Et après, j'ai pensé, c'est nul, en fait, j'ai envie de lire tout le livre. Et donc, je suis retournée à la même librairie, j'ai acheté le livre. Et j'ai aimé, c'est très original. C'est des vers libres, ça ressemble à rien, mais c'est dans le bon sens. C'est à rien que je connaissais déjà. Pour cette émission, je lis de la poésie arabe, et il y a des poésies, des traditions poétiques qui sont très, comment dire, un peu figées. Et là, ça sortait complètement du cadre. C'était des histoires en même temps. Et c'était à la fois, j'aime beaucoup ce mot de Seamus Heaney, qui en français, ça a été traduit, c'est le poète irlandais. En français, c'était l'étrange et le connu. Et ben là, il y avait ça. C'était étrange, mais en même temps, c'est l'âme. Et l'âme, on a tous une âme. Et donc, il y avait une sorte de chose extérieure qui me troublait et que j'aimais bien. Et en même temps, je reconnaissais des sœurs, des gens à l'âme proche de moi, quoi. კი. რაღაც ისეთია, რა ქვია, პირველი სიტყვიდან დავიწყებ, რაც ძალიან, რა ქვია, საინტერესოდ ჩარჩა. უცნობი და ნაცნობი, რაღაც ესეთი ქართულად რომ თარგმნოთ, უცნობი და ნაცნობი იყო მისთვის ის პოეზია, რომელიც პირველად წაიკითხა, ანუ ქართული. რაღაც ისეთი, რაც არაფერს არ ჰგავდა და ყველაფერი, რაც შეიძლება რომ პოეზიაზე ადამიანმა იცოდეს, განსაკუთრებით იმან, ვინც პოეტია, მათგან არაფერს არ ჰგავდა, ამიტომ ყველანაირი ჩარჩოდან გამოსული, რადგან იყო შესაბამისად ძალიან დაინტერესა. და ფაქტობრივად რაღაცნაირად si je me trompe pas, c'était une sœur, c'est-à-dire une âme sœur qui vous a რაღაც ნაცნობი სულივით, რაც შეიძლება ფრანგულად სული მდედრობით სქესის არის, რაღაც გეგონება დასავით იყო ის პოეზია, რომელიც წაიკითხა ქართულად. და შესაბამისად ამიტომაც გადაწყდა, რომ გაკეთებულიყო ეს გადაცემა, რომელიც გაკეთდა. Et aussi, je voudrais dire que c'était une poésie très sensorielle. Et moi, j'adore. C'est-à-dire que quand on vous lit, on sent, là, vous parlez de l'odeur du bois, les 5 sens sont très... Et je critique toujours la poésie française parce que je la trouve trop intellectuelle, trop froide, trop... Et là, c'était au contraire, quoi, très vivant. ძალიან ცოცხალი, არაგაყინული განსხვავებით ფრანგული ლიტერატურის, ფრანგული პოეზიისგან, რომელიც რაღაცა ჩარჩოებს მიყვება და რაღაცა გარკვეულ კლიშეს მიყვება, რომელიც შეიძლება არ ვიცი, ჩაითვალოს თანამედროვე კლიშეთ ალბათ უფრო მეტ ვიდრე ადრეულად. და vous avez commencé par quoi? J'ai oublié déjà. Je suis pas une bonne traductrice, voilà. Oui, de dire que vous avez sensoriel, voilà. ანუ ძალიან გრძნობელობით ან ნებიანი ან ემოციური, რომელიც ყველანაირად გეხება ემოციებზე პირველად, რასაც ურტყამს. D'accord. Alors, une question que j'ai. Donc, ესეხება ბერძენი ექიმის ფიგურას, რომელიც მოულოდნელ კავშირად ჩნდება საბერძნეთთან და კითხვა არის, ფიქრობს თუ არა ანა, რომ პოეზია იკვებება ასეთი გაუთვალისწინებელი თითქოს შემთხვევითი შეხვედრებით, რომელიც მერე ნიშნებივით შეიძლება განვითარდეს ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში. Donc, la figure du médecin grec apparaît comme un lien inattendu avec la Grèce. Oui, ça oui. Mais est-ce que vous pensez que la poésie se nourrit de ces rencontres imprévues, presque accidentales, qui résonnent ensuite comme des signes? Comme des signes, je ne sais pas. Ouais. Mais quand j'ai commencé à écrire de la poésie, maintenant j'ai changé, mais quand j'ai commencé, je ne concevais la poésie que comme célébration. Donc par exemple, je trouvais ça débile d'écrire un poème pour critiquer quelqu'un. Je trouvais que ce n'était pas la bonne forme. Maintenant j'ai changé, j'ai élargi ma
ma vision des choses. Mais donc oui, la célébration, et puis les bonnes choses, elles passent tellement vite que c'est une suite logique de vouloir en garder une trace en poésie, quoi. თავიდან როცა დავიწყეო პოეზიის წერა, ჯერ რაღაცნაირად არ ვაკრიტიკებდი არავის, ანუ ნიშნებად არ აღიქვამს მოკლედ იმას, რომ რაღაცნაირად თავის პოეზიაში თუ თავის ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეს იმ ნაცნობ რაღაცებს, რაც ცხოვრებაში ჰქონდა. და თავიდან დაიწყო ისე, რომ არავის არ აკრიტიკებდა, იმიტომ რომ ამას თვლიდა დებილურად, რომ ან სულელურად რომ ვიღაც გაეკრიტიკებინა, მაგრამ ახლა შეიცვალა ეს ყველაფერი. თუმცა ყველაზე მთავარი რაც არის, ის არის, რომ ცხოვრება სწრაფად გადის, ამიტომ პოეზია საშუალებას იძლევა, რომ ამის ასე ვთქვათ, ნიშნები დატოვო სადღაც მაგალითად ფურცელზე და ამით დარჩეს მეხსიერებაში. Est-ce que si vous évoquez votre prénom mérité d'une lignée familiale et la question de l'héritage symbolique. Ah voilà. Pardon. Voilà. ქართულად სახელზე საუბრობთ ოჯახური ხაზიდან სიმბოლურ მემკვიდრეობაზე და მაინტერესებს წერა იყო თუ არა მისთვის გზა რო ხელახლა შეექმნა რაიმე, რაც მას შეიძლება აწუხებდა, ან იმის შესაკეთებლად, რაც მშობლებისგან შეიძლება რომ მივიღოთ. Donc vous évoquez votre prénom, l'hérité d'une lignée familiale et la question de l'héritage symbolique. Écrire est pour vous une façon de réinventer, de réparer ce qu'on reçoit de nos parents? Réparer, je pense que c'est très compliqué. Pour moi. Je pense que c'est une manière de mieux comprendre. J'ai parlé d'écrire pour célébrer. Je crois que j'écris aujourd'hui, j'ai ajouté une corde à mon arc. J'écris pour comprendre aussi, pour revenir sur ce qui a été. Et en fait, quand j'ai écrit ce recueil, j'ai failli, heureusement, je ne l'ai pas fait, à un moment, j'ai écrit un de ces poèmes que je vais lire d'ailleurs sur mon père. J'ai failli l'appeler pour lui dire, ou lui envoyer un mail pour lui dire « Papa, je te comprends ». Parce que c'était un homme très compliqué. Et bon, je me suis dit « Oh, te calmer quand même, c'est pas là. » Mais donc, je pense que c'est une manière, mais peut-être comme le roman, de sortir de soi et d'aller en l'autre et de comprendre les motivations, les raisons, parfois d'actes qui nous semblent incompréhensibles. Et tout d'un coup, on se dit « Ah, mais je comprends un peu mieux d'où ça vient. » Donc voilà, plutôt que réparer, mais peut-être par la compréhension, on se soigne. Enfin, moi, en tout cas, je fais partie de gens qui, par exemple, si on est malade et tout d'un coup, on a le nom de sa maladie, déjà, ça va un peu mieux. რადგან ჩემი კითხვა იყო შეკეთებასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, შეიძლება თუ არა მიმების შეკეთება. პასუხი ჯერ თავიდან იყო, რომ ალბათ არა, არამედ მთავარი მიზანი არის, რომ უკეთესად გაიგო და იმისთვის წერ, რომ მე თვითონ გავიგო და თავიდან რაზეც გაიცინა ეს იყო პატარა ისტორია, როდესაც მამაზე დაწერა ლექსი თითქოს, ანუ კინაღამ დაურეკა იმისთვის, რომ ეთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული პიროვნება იყო, რომ ეთქვა, რომ მესმის შენი გავიგე რაც ხდება ყველაფერი, მაგრამ არ გაუკეთებია როგორც მე მივხვდი და მთავარი არის რომ გაიგო მიზეზები და мотивაციები ადამიანის ალბათ და ბოლო ასე ვთქვათ რეფლექსია რაც გააკეთა ის იყო რომ ალბათ გაგება რაღაც მხრივ ნიშნავს კიდევაც შეკეთებას რაღაცის, იმიტომ რომ როგორც ავადმყოფობის სახელი ჯერ არ იცი და მე რაღაცნაირად დიაგნოზ დასვამ, ეს უფრო დიდ გზას გაძლევს იმისთვის რომ რაღაცა შეაკეთო და გააკეთო, მაგალითად განკურნო და ავადება. Un peu trop longue. Ouais, j'interprète, mais donc voilà, je traduis également. Ok. Donc, vous voulez plus de questions ou est-ce qu'on peut, je crois, de lire les poèmes, un peu, commencer, et puis si on a des questions, on va les poser. Voilà. Donc c'est moi qui commence? Oui. Okay. Et vous me dites c'est quoi et je vais les lire en géorgien. Oui. L'apprendre. Eh ben, voilà pourquoi vous n'avez plus vos règles. Une forme grise sur l'écran noir. Mais non, mais si. Et les noms n'y font rien. Je pleure, je ne veux pas, je ne peux pas. Mon état et ce qui m'attend dorénavant. Excusez-moi, c'est impossible.
Ne vous excusez pas. Et puis, malgré l'effroi, ou parce que, j'apprends que je ne prenais pas la pause, envers moi-même d'abord, en disant à qui demandait que je ne voulais pas d'enfant. Les larmes, et je fixe le mur opposé à l'écran. J'essaierai d'être brave, dire je n'ai pas le choix. Je l'ai, je devrais le porter. ეს არის პირველი ლექსი შეტყობა. აი თურმე რატომ აღარ გაქვთ მენსტრუაცია. ნაცრისფერი გამოსახულება შავ ეკრანზე არ არსებობს. არსებობს და არ დაჯერება არაფერს ცვლის. ტირი. არ შემიძლია, არ მინდა ამისატანა და რაც მელოდება ამიერიდან ბოდიში, მაგრამ ეს შეუძლებელია. ნუ იხდით ბოდიშს. და ელდის მიუხედავად, ან ელდის გამო. ვიტყობ, რომ ეს სულაც არ იყო პოზა. პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე, როდესაც ყველას, ვინც კი ამას მეკითხებოდა, პასუხობდი, რომ შვილის ყოლას არ ვაპირებდი. აცრემლებული თავს კედლისკენ ვატრიალებ. ეკრანს ზურგს ვაქცევ. ძალას ვიკრებ, სხვა გზა არ მაქვს ერთის გარდა. ავიღო ამ არჩევანზე პასუხისმგებლობა. Le seuil. Quelle résonance. Trouver la Grèce en cet endroit, la voir attachée à ce choix. Des 4 qui m'ont délivré, dont je n'ai pu voir que les yeux, et dont les voix et les accents m'ont maintenu avant et dans le bloc. Des 4, celui qui donnait le sommeil, le préparait, m'a parlé, était grec. Comme c'est étrange, la retrouver ici, emmêlée au français. Au bloc, c'est S fourni, et c'est je plutôt z m'arrivait de derrière la tête pendant qu'il dosait le voyage, au frais, jusqu'à l'oubli, l'appui des mots. J'ai dit, lui répondant, les années sans aller en Grèce, de peur d'être écrasé, les îles aussi. Comme c'est étrange, avec celui que je l'ai retrouvé ici, qu'elle m'ait bercé, au seuil du non, au poids de la lignée. ზღურბლზე. რა დამთხოვა ამ ადგილას საბერძნეთის პოვნა, ამ არჩევანზე მისი მიბმულობა. იმ 4-დან, რომლებმაც აბორტი გამიკეთეს და რომლებსაც მხოლოდ თვალები უჩანდათ და რომელთა ხმებმა და აქცენტებმა გამაძლებინეს ბლოკამდე ბლოკში. იმ 4-დან ერთ-ერთი, ვინც ძილისთვის მომამზადა, მელაპარაკა ბერძენი იყო. უცნაურია, საბერძნეთის პოვნა აქ, ფრანგულთა ნაბურდულის. ბლოკში მისი მკაფიოს S-ების და მისი Z, მსგავსი Ž-ების უკნიდან თავზე მაცვიოდა. და სანამ იგი მოგზაურობას მიდოზირებდა, სიტყვების საყრდენს მიმზადებდა დავიწყებამდე. ვუპასუხე, რომ საბერძნეთში გასრესის შიშით არ დამედგა წლებია ფეხი, არც კუნძულზე. უცნაურია, რომ მისი სახით აქაც დამხვდა საბერძნეთი, რომ დავერწიე შთამომავლობის ტვირთისადმი უარის ზღურბლზე. Et là, je veux juste dire que c'est Regarde, le poème. Et en fait, dans le livre, voilà, ces poèmes-là, ils sont au début et ils ouvrent une sorte de quête des origines, enfin voilà. Et alors après, je reviens sur un voyage que j'ai fait quand j'avais 17 ans avec ma mère en Grèce. Peut-être vous pouvez dire ça. კი, ანუ ეს Regard, რომელიც არის გამოთარგმნილი როგორც ნახე ქართულად, არის გახსნაში, ანუ კრებულის თავიდან არის იმისთვის, რომ რაღაცნაირად მოგზაურობაში წაგიყვანოს, იმ მოგზაურობაში, რომელშიც იყო დედამისთან ერთად, როცა იყო 17 წლის. Regarde. Ni retrouvailles, ni visite. À 17 ans, je vais au pays de mon père. Dernière fois, j'avais 4 ans. Je revois sous le lit moutons et peignes blancs, un jour de sieste où je n'ai pas dormi. Avec cette mémoire primitive, les récits familiaux sont un pont de cordage au-dessus du ravin. Ni retrouvailles, ni visite. Je veux voir ce qu'il y a au fond. ნახე, როგორც გითხარით. არც სტუმრობა, არც დაბრუნება. 17 წლის ამ მამაჩემის ქვეყანაში მივემგზავრები. ბოლოს 4 წლის ვიქნებოდი. კვლავ თვალწინ მიდგას მტკვრის გროვა და თეთრი ჯაგრისი. საწოლქვეშ, როცა ერთ შუადღეს არ დამეძინა. ეს ბავშვური შთაბეჭდილება ოჯახურ ამბებს, ბეწვის ხიდად კიდებს უფსკულზე. არც სტუმრობა,
არც დაბრუნება, მინდა ვნახო რა დევს სიღრმეში. J'ai l'impression que c'est moi qui reçois les applaudissements. Et pas vous. C'est bien. Mais moi, je vais reprendre mes applaudissements. Non, Anna. Mes 20 ans, source vive de reproches. Pourquoi ma mère n'a pas contré mon père qui a voulu me donner le prénom de sa mère? Une femme morte en couche, franchement. J'ai essayé, il n'y avait rien à faire. Je ne pense pas à questionner le concerné. Dans les griefs contre papa, allez savoir, j'aborde toujours par le versant maman. Bah, vous étonnez pas si je veux pas d'enfant, hein. Un soir, on arrive au dîner tout près de l'initiation. Papa décide de manger seul. Et puis, pourquoi exactement? Dans le couloir, mon frère et lui éclatent, crachats d'outrage, d'attente déçue. Ils vont se battre. Maman et moi, glissés entre deux, plus que s'interposant, on tente, elle, face à mon frère, moi à papa, cacophonie de leurs éructations, de nos prières, nous, les naines, qui essayons de les tirer vers la raison. Quand le combat semble évité, les armes à terre, mais les regards encore. Mon éruption à moi, à la différence de la leur, elle ne cible personne, juste ça pète à l'intérieur. Je crache le post-adolescent au père. C'est pas possible de continuer comme ça. Vous voulez que je me flingue ou quoi? Il a l'œil désarticulé, répond, mais enfin, tu n'es pas heureuse que je t'ai donné le prénom de ma mère? Mais quel rapport? Je claque une porte du plus fort que je peux. Ça ne fait aucun bien. La souffrance aveuglante et la fuite dans le désir de réparer. Pour cela, Anna. სახელები ანა. 20 წლის ვარ, მიზეზი მაქვს სასაყვედუროდ. რატომ არ სცადა დედაჩემმა მამაჩემის გადარწმუნება, როცა იგი დედამისის სახელს მარქმევდა? მშობიარობას რომ გადახვა იმ ქალის სახელს. ვცადე, მაგრამ ვერაფერი გავაწყო მასთან. მთავარი პირის გამოკითხვა არც მიფიქრია. პრეტენზიების წაყენება მამისთვის ვერა ისევ დედას ვუტევირიბათ უკაცრავად. ხო და ნუ გაგიკვირდებათ თუ შვილს არ გავაჩენ. ერთ საღამოს ვახშმობის წინ იფეთქებს ალი, მამა გადაწყვეტს ცალკე ჭამოს დერეფანში, ის და ჩემი ძმა ცეცხლდებიან, ერთმანეთის ლანძღვას იწყებენ, ჩხუბს აპირებენ, მე და დედა შუაში ვდგებით, მე მამაჩემს ვეფარები, დედა ჩემს ძმას, მათ როხროხს ჩვენი მუდარა ერთვის, ჩვენ სრულიად უსუსურები მათ გონს მოყვანას ვცდილობთ და როცა ომი ჩაცხრომას იწყებს, იარაღი ძირს ეშვება, ზერაკი კვლავ შემართულია, მაშინ ვფეთქდები, ისე რომ თავს არავის ვესხმი. შინაგანად ვფეთქდები მხოლოდ და მამას ვახლი მოზარდის ტონით. შეუძლებელია ასე გაგრძელება, მაინც და მაინც ტყვია გინდათ რომ დავიხალო. მამა თვალებს კარკლავს, პასუხობს. ნუ თუ მართლა არ გიხარია რომ დედაჩემის სახელი დაგარქვი. რა შუაშია? კარს ვაჯახუნებ მთელი ძალით. ეს ოდნავადაც არ შველის საქმეს. სულის შემძვრელი ტანჯვა მიპყრობს და სურვილი შეცდომების გამოსწორებით. ასე რომ, ანა. Double culture. Double culture. Tantôt l'eau et l'huile. Toute tentative de mariage tenue en échec face aux lois immuables. Tantôt deux couleurs qui en font une troisième, elle-même combinaison sans fin. ორმაგი კულტურა. ზოგჯერ წყალი და ზეთი. გაზავების ყველა მცდელობა განწირულია უცვლელი კანონების პირისპირ. ზოგჯერ ორი ფერი, რომლებიც ქმნიან მესამეს და ამგვარად უსასრულო კომბინაციებს. Le dernier? D'accord. Succession. Comment j'en suis venue à comprendre cela? Lui, l'orphelin de mère à la naissance, de père adolescent, il s'est toujours senti entre les tantes, les cousins, la grand-mère, surnuméraire. Ce que ça fait à la psyché, à nulle mère, à nul père, pressé dans le chaos suant,
L'image d'un visage d'enfant debout, la tête coincée par des jambes d'adulte, joues écrasées. Cette vision que j'ai retrouvée en Orient, l'enfant propriété. Oh, mais aimé, bien entouré, mais bel et bien enfant ballot. À l'injustice de l'orphelinage, celle de la maladie adulte. Toujours les vues cherchant réparation, flouées mais tenaces. Dans ces moments de chasse, après une administration, une direction, un médecin, il était pleinement. Sa ténacité est mienne. Et puis, j'ai pris de ses souffrances sans ses forces pour les combattre. S'ajoute la douleur de ce que, si entêté, si constant a pu être mon sacrifice, comme j'excelle à écouter, distraire, assourdissant mes propres mots. Jamais il ne fut suffisant pour résorber ma peine. Et je demeure sans lui. Me fait défaut cet égoïsme mâle, j'ai celui de l'être créant, qui va de pair avec une méconnaissance de soi. Machine aveugle, vers le dehors, vers l'intérieur. Machine avance, herse. Les récoltes seront pour d'autres. Oui, mon problème, est-ce que c'est traduit parce que je crois que c'est... Non, mais d'accord. Ok, donc je vais lire, je crois que c'est ça, juste ça. Voilà, parce que je crois que c'était pas la dernière pour moi. Non, parce que j'ai dit que la dernière... Ah, d'accord, ok. მემკვიდრეობა. როგორ მივხვდი თუ რას უშვრება? მამა დაბადებიდან დედით ობოლი, მოზარდობაში კი მამითაც დეიდებს, ბიძაშვილებს, ბებიას შორის თავს ყოველთვის გრძნობდა ზედმეტად. თუ რას უშვება ფსიქიკას? არც დედის იყო, არც მამის. დაბეჭავებულს ოფმდინარე ქაოსში მცურავს ვხედავ ბავშვს, ფეხზე დაყენებულს. უფროსებს მუხლებს შორის თავმოქცეულს, ლოყებ გასრესილს, მსგავს სახეხაც გადავაწყდი აღმოსავლეთში. ბავშვს საკუთრებას, თითქოს მოვლილს, თითქოს საყოველს, მაგრამ ცალსახად დაბრიყვებულ ბავშვს. ობლობის და ავადმყოფობის უსამართლობის წინაშე მდგარი მამა ყოველთვის მახსენებდა საზღაურის მაძიებელი, შემცბარი, მაგრამ შეუპოვარი, ბრძოლის ყველა ეპიზოდში, ხელისუფალთან, მმართველთან თუ ექიმებთან. შეუპოვრობა მისგან დამყვა, მაგრამ რის ფასად? მემკვიდრეობად მერგო ტანჯვაც. ამ ტანჯვასთან გამკლავების ძალის გარეშე დამემატა იმაზე დარდიც, რომ ეს ჩემი თავგანწირვა, თუნდაც ასეთი უდრეკი და თუნდაც უწყვეტი. მე ხომ მოსმენა შემიძლია სხვისი გართობა საკუთარი ტკივილების მიჩუმება. არასდროს იყო საკმარისი მისი დარდის დასაამებლად. და მე დავრჩი მამის გარეშე. არ დამყვა მამრის ეგოიზმი, შემოქმედების ეგოიზმი მაქვს. თვითშეცნების ნაკლებობით შეზავებული ბრმა მანქანა, წინ რომ მიიწევს, გარეთ, შიგნით, ყველაფერს ფარცხავს. მოსავალს სხვები მოიმკიან. უნდა ვთქვა, je vais dire deux mots et je vais traduire. უნდა ვთქვა ორი სიტყვა იმ ძაღლზე, რომელიც ახლა აქ შემოვიდა და რაც არ უნდა უცნაური იყოს, რომ ამას ვიტყვი, მაგრამ ანუ იმდენად მე მგონი რომ გავგიჟდები და ამიტომ უნდა ვთქვა. ძაღლები ძალიან მიყვარს და ეს ძაღლი პირველად ალბათ 1-2 წლის წინ ვნახე დიღმის მასივში. დიღმის მასივიდან მოყოლებული ნანახი მყავს ყველგან აბსოლუტურად. და მგონია რომ დამყვება. ოღონდ სერიოზულად გულწრფელად ვიძახი ამას და მინდოდა რომ ეს დაფიქსირებულიყო კამერაზეც, რომ სერიოზულად ვფიქრობ, რომ ალბათ მე დამყვება საბოლოო ჯამში. Le chien qui est venu ici, qui est voilà, je crois qu'il me suit parce que je le vois il y a 2 ans partout et je sais pas pourquoi je le vois dans je sais pas le soirée poésie. Je aime bien ça. Ça va. Qui არც არასდროს მაგცეს ყურადღებას, უბრალოდ სადღაც არის ჩემს გვერდზე. Voilà. Donc ახლა ალბათ წავიკითხავთ თქვენს ლექსებს. On va lire les poèmes des trois dames, voilà. Et donc voilà. Je vais m'absenter maintenant. Un peu. Qui როგორ არა? Vous voulez on va plutôt vous demander quelques questions? Est-ce que Natacha est là ou pas? Natacha, même connu à Kalari. Parce que j'avais fait un flyer avec un code.
Comme ça, vous pouvez flasher le code et vous arrivez directement sur l'émission sur les poétesses géorgiennes. პატარა ფლაიერები აქვს გაკეთებული, რომელზეც QR კოდია და პირდაპირ შეგიძლიათ რომ გადახვიდეთ იმ ეპიზოდზე, რომელზეც ვილაპარაკეთ რადიოში. Concernant la question, est-ce qu'ils peuvent, donc l'audience, vous donner quelques questions? Voilà. Ah, voilà. Merci. Non, je l'ai apprise, mais j'ai été professeur de français langue étrangère. Je voulais apprendre si vous avez essayé écrire en russe. კითხვა არის თუ უცდია რუსულად, რადგან რუსულს სწავლობდა რუსულ ლიტერატურას? J'aimerais bien, mais pour l'instant... Les auteurs russes en français. Non, mais c'est un vrai travail d'être traducteur. Hein. ანუ თარგმნა თუ უცდია რუსული ან ლექსების, ან რუსი ჯანდაბა მაგათ რუსი რა ქვია იმის ავტორების, მაგრამ ხოდან პასუხი არის რომ ეს დიდი საქმე, ამიტომ არა. Mais juste par curiosité, les gens qui sont là, vous parlez français, vous l'apprenez ou pas du tout? უბრალოდ აინტერესებს რამდენმა იცით ან ფრანგული თუ იცით ვინმე მაგ ვინც სიხართ? Pas du tout. Un petit peu. Un petit peu. Un petit peu. Ouais, ouais. Il y a quelques, ouais. Merci beaucoup. Pas d'autres questions? Is რა კითხვა არ გაქვთ? რამე ღრმა ფილოსოფიური? Non? Voilà. Alors, je commence en français ou... Oui. Oui, Nato, mais en français ou pas? Je crois que... Non. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა, რომ მოხვედით ანას მოსასმენად. კიდევ რამდენიმე მადლობა უნდა ვთქვა. მადლობა ანას, მისი არაჩვეულებრივი პოეზიისთვის და მადლობა იმისთვის, რომ დაინტერესდა ქართული ლიტერატურით და ქართველ ავტორებს თავის ლიტერატურულ გადაცემაში ბრიუსელის რადიოში მიუძღვნა 30 წუთიანი სიუჟეტი. თქვენ შეგიძლიათ თარგმნოთ. Merci à vous pour venir ici, pour partager votre poésie et en plus pour dédier ce programme et cet épisode dans la radio française pour les poètes géorgiens et la poésie géorgienne. როცა ფესტივალის ჩამონათვალში წავიკითხე მისი სახელი და გვარი ძალიან გამიხარდა და კიდევ ერთხელ დავწუნდი რა პატარა დიდი სამყარო. Quand j'ai vu votre nom dans la liste de festival, j'étais très heureuse et j'ai été une fois de plus persuadée que le monde est vraiment très petit. თუმცა ამ სამყაროს დაპატარავების პირველი ნიშანი ის იყო, როცა სოციალურ ქსელში ჩემთვის უცნობი ანასგან ერთ მშვენიერ დღეს მივიღე წერილი, რომ მან წაიკითხა ჩემი ლექსები, თარგმნილი ბაჩანა ჩაბრაძის მიერ, არაჩვეულებრივად თარგმნილი და წაიკითხა ქართველი ავტორები და მას სურს ჩემი ლექსები თავის ლიტერატურულ გადაცემაში წაიკითხოს. ჩვენ ქართველები ასეთი ამბავით განებივრებული არ ვართ. Et la première témoin que le monde est vraiment très petit, c'est quand vous avez écrit sur Facebook à elle et donc vous avez dit que vous avez lu les poèmes traduits par Bachana Chabradze et que vous vouliez les lire dans l'épisode de votre programme. ჩემს ცხოვრებაში სულ ასეთი ორი ეპიზოდი მახსენდება. ერთი ანას მომართვა და ერთხელ ფრანკფურტის რადიოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი და ლუის გლიკის ლექსები უნდა წაიკითხონ ფრანკფურტის რადიოში. იმ წელს ლუის გლიკს ნობელის პრემია მისცეს და ჩემი წიგნი საბაჟორტ ლისტში მოხვდა. Alors c'était la deuxième fois que quelque chose comme ça s'est passé parce que c'était votre. Et la deuxième fois, c'était quand elle était contactée par le festival de Francfort où ses poèmes étaient également lus dans le programme avec les poèmes de Louis Glick, américain. Et oui, Louis Glick, donc qui a reçu le prix Nobel cette année. Et donc, ces poèmes étaient dans une petite liste
Saba, qui est un prix littéraire ici en Géorgie, qui est une comparaison un peu humorique. ეხლა რაც შეეხება იმ ლექსებიდან ერთ-ერთს წავიკითხავთ, ამ სარჩი გაწყვეტ, რომელიც მაშინ ანამ წაიკითხა რადიოში და იპოვა იქ ქართველი გოგონა ბრიუსელში, მინდა გითხრათ, ვისაც ეს ლექსები ქართულად წააკითხა, ასევე პარალელურად პირდაპირ ეთერში. თევზების არჩივი. ბებია ჩემი არ ჭამდა თევზს, რადგან ეგონა ბაბუა, რომელიც სიკვდილს და მდინარე ოდერის დინებას თანებდა, თევზების ვახშამი გახდა. მას არ ჩაუცვამს შუმი აბრეშუმი, რადგან მზითვად მოყოლილი საკაბეები პურზე გადაცვალა ობოლი შვილიშვილების დასაპურებლად. მე მემკვიდრეობით მიღებული შიშების გამო მხოლოდ სიზმარში ვისმენ ძვირფასი კაბების შრიალს და ცხადში მაგიდასთან, რომელსაც დგომისა და ლოდინისაგან ფეხები დაუწვრილდა, ფრთხილად შევექცევი თევზს, რომ შემთხვევით ფხამ ყელი არ გამიჩხაპნოს. La ration des poissons. Ma grand-mère ne mangeait pas de poissons, car elle croyait que grand-père, qui s'est rendu à la mort et au flot du fleuve Oder, était devenu le dîner des poissons. Elle ne s'habillait plus de soie, car elle avait échangé contre du pain ses étoffes à robes offertes en dot pour nourrir ses petits-enfants orphelins. Je n'entends pas le bruissement des robes précieuses que, dans mes rêves, en raison des peurs héréditaires. Et dans la réalité, sur la table dont les pieds se sont amincis à force d'être debout, je déguste prudemment le poisson pour qu'une arête ne me griffe pas la gorge accidentellement. Leila, oh Thea. Okay. Maybe Thea and then Leila. Or maybe Leila and then Thea. მეც მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ნატაშას და ყველას, ვინც ეს ფესტივალი ამ გიჟურ დროში შეძლო და გამართა. და დიდი მადლობა ესეთ საინტერესო სტუმრების მოწვევისთვის. ანას რაც შეეხება, ძალიან მიხარია მის ჩამოსვლა, პირადად გაცნობა. მადლობა ანას, ბაჩანა ჩაბრაძეს არაჩვეულებრივი თარგმანებისთვის და რა ვიცი. მადლობა. Elle remercie les organisateurs de ce festival et vous aussi, El Bachana, parce qu'elle a eu l'occasion de lire vos poèmes et donc vous rencontrer aujourd'hui. Et merci pour choisir ces poèmes pour lire. Et c'était une très grande émotion pour elle. Un coup de cœur pour son poème. C'est qui მადლობა. წავიკითხა. ხო. ჩემი შეყვარებული ალფრედ ჰიჩკოკი. ყოველთვის, როცა კინოში მეპატიჟებოდა, ჩემი შეყვარებული ალფრედ ჰიჩკოკი, მინდვრის ყვავილების და ვარდების ნაცვლად ჩუქნიდა ჩიტების თაიგულს. თავდაპირველად პანიკურად მეშინოდა ამ ჩიტების თაიგულის. მერე უფრო ნაკლებად. და როცა ერთხელაც აღფრთოვანებულმა წამოვიძახე, რა ლამაზია ეს ჩიტების თაიგული ღმერთო. ჩვენ, მე და ჩემი შეყვარებული ალფრედ ჰიჩკოკი ერთმანეთს დავშორდით. მას ის ქალი შეუყვარდა, რომელსაც პანიკურად ეშინოდა ჩიტების თაიგულის. მე ჩემი მოშინაურებული შიში. I remember this Urebuli Shishi. I remember the girl telling it in Georgian in the show. Mon amoureux Alfred Hitchcock. Chaque fois qu'il m'invitait au cinéma,
mon amoureux Alfred Hitchcock m'offrait, au lieu de fleurs des champs et de roses, un bouquet d'oiseaux. Au début, j'avais peur de ce bouquet d'oiseaux, puis moins. Et quand un jour, je me suis exclamée tout émue, « Mon Dieu, que ce bouquet d'oiseaux est beau !» Mon amoureux Alfred Hitchcock et moi, nous nous sommes séparés. Lui était tombé amoureux de la femme terrifiée à la vue du bouquet d'oiseaux. Et moi, de ma peur apprivoisée. Ah, c'est beau. მე პირდაპირ წავიკითხო. ფანჯარა მაინც დამეხურა. პირველი სართულია ქურდი არ გადბოძრეს. კარი თუა ჩაკეტილი, ძაღს მაინც ღვიძავს. ვის გაუგია ასე მოწყვეტით და დაძინება, ძილის წინ დაძინება. ადრე ვოცნებობდი ძილის წინ. ახლა მარილი აღარ მიყვება. გემო გაუვიდა დიდხანს ნაღეჯის საჭმელივით, არაფრით ახდა. სადღაც შორს ლივლილებს სახლი. ასეთი არა ერთ ოთახში რო ყველაფერს ვატევ. ის სახლი დიდია, არეული, იქ ქმარი და შვილები არიან. როცა ჯერ კიდევ ვოცნებობდი, კარგები იყვნენ. დღეს ვერა და დარჩა სახლი ხალხის გარეშე. ერთი მაგათიც. რა გამოვიდა? ცხოვრება შევალია და არც არსებობენ. J'aurais pu au moins fermer la fenêtre. C'est le rez-de-chaussée, un voleur pourrait y passer. Est-ce que la porte est verrouillée? Est-ce qu'au moins le chien est éveillé? C'est quand même du jamais vu de se vautrer tout d'un coup et de s'endormir avant de se coucher. Jadis, j'avais l'habitude de rêver avant de m'endormir. Maintenant, je n'y trouve aucun goût, comme à une nourriture longuement mâchée. Mes rêves n'ont jamais pu se réaliser. Quelque part au loin scintille une maison, non pas comme celle-ci où il n'y a qu'une pièce, mais une grande maison en désordre, avec mon mari et mes enfants. Quand je rêvais encore, ils étaient bons. Mais plus maintenant, et la maison demeure sans personne. Qu'ils aillent se faire voir. Qu'est-ce que j'y ai gagné, en somme? Je leur ai sacrifié ma vie, et ils n'existent même pas. Oui, et Bashana Shabradze, waouh. Vraiment. მე როგორც ხვდებით ჩემი გამოცდილობიდან და ყველაფრიდან, თუ თქვენ კითხვები აღარ გაგვსთ და თუ აღარ ვკითხულობთ არაფერს, დიახ, კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. Vous voulez traduire? En fait, ce qui m'a beaucoup aidé, c'est cette émission que je fais depuis 7 ans maintenant, qui s'appelle « Et la poésie alors ?» Donc, cette émission dans laquelle j'ai consacré un épisode à la poésie géorgienne. Ça m'a beaucoup aidé. Et aussi, après, donc, je commençais à lire dans des scènes ouvertes. Et un jour, j'ai vu quelqu'un qui ne lisait pas, en fait. Et il avait appris son texte de tête. Et tout d'un coup, il y avait beaucoup plus de place pour le corps et pour les intonations de la voix. Et donc là, par exemple, je les ai lus, les textes comme ça, parce que je suis un peu fatiguée. Mais en fait, je les connais de tête. Et donc, ça m'aide. Après, ce qui fait peur, c'est qu'il ne faut pas que ça devienne une routine, comme un acteur de théâtre qui jouerait chaque fois la même chose, où il y a que du jeu, il n'y a plus de cœur. Donc, parfois, c'est difficile. Mais merci. ესე იგი
რაც ეხმარება მას იმაში, რომ ეს ორივე ემოცია რაღაცნაირად ერთმანეთთან ახლოს იყოს, ის არის ის ემისიონი, ის გადაცემა, რომელსაც აკეთებს ხოლმე. და სადაც ქართული ეპიზოდიც გავიდა. ერთხელ დაინახა სცენაზე ადამიანი, რომელიც კითხულობდა ლექსებს, მაგრამ კი არ კითხულობდა, არამედ ზეპირად იცოდა თავიდან ბოლომდე, რაც ადგილს უთმობდა უფრო მეტად სხეულს, იმ ემოციებს, რომელიც შეიძლებოდა რომ გამოეხატა, ამიტომ თვითონაც ასე აკეთებს ხოლმე ხშირად მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში კითხულობს და არ უნდა რომ ეს გახდეს რაღაც რუტინა, იმიტომ რომ მხოლოდ თუ თამაში გახდა ეს ყველაფერი, მე გულისთვის იმდენი ადგილი აღარ რჩება და მე მადლობა გადაიხადა. მადლობა დიდი მადლობა აქ მოსვლისთვის. პოეზია არის მართლა ისეთი რაღაცა, რის გაზიარებაც ესე პატარა ადგილებში ბევრად უფრო სასიამოვნოა ვიდრე დიდ ადგილებში და ძალიან სასიამოვნო იყო ეს ჩემთვის პირადად და იმედია თქვენთვისაც. Donc la poésie est quelque chose qui partagé dans les coins dans les petits endroits comme ça est beaucoup plus de mieux, c'est mieux. Voilà. Et donc merci à tous et merci à vous. Vraiment. À la plus.